მოგესალმებით მეგობრებო, მე დოდუკავა, ეს არის იოგას 5 დღიანი სერიის მესამე დღე, სადაც აქცენტს გავაკეთებთ ხერხემლის გაჯანსაღებაზე. როდესაც დღის განმავლობაში დაღლილობა ან ჯდომისგან დაჭიმულობა შეგაწუხებს, ეს პრაქტიკა დაგეხმარება ზურგისა და ხერხემლის დაჭიმულობის მოხსნაში და ზედმეტი შეგრძნებებისგან გათავისუფლებაში. როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია დავიწყოთ. მოთავსდი მატაზე, გადმოჯექი მუხლებზე, თუ ტერფები ზედმეტად დაიჭიმება და ბლოკი ახლოს გაქვს, შეგიძლია ბლოკი დაიდო და ბლოკზე დაჭდე. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ მუხლებზე გადმოჯექი. მხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი გამოიტანე წინ, მარცხენა ხელი გულზე დაიდე, მარჯვენა მუცელზე, თვალები დახუჭე და გააკეთე რამდენიმე გაცნობიერებული ღრმა ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. იოგას სუნთქვა ცოტა განსხვავდება ჩვენი ავტომატური სუნთქვისგან, ვსუნთქავთ დიაფრაგმით, ცხვირით და მუცლით. ჩასუნთქვის დროს მუცელი გამობერე, მოადუნე და დააცარიელე ამოსუნთქვასთან ერთად. ეცადე რომ პრაქტიკის განმავლობაში შენი სუნთქვა იყოს ესეთივე ცნობიერი, მოძრაობებთან და შეგრძნებებთან ერთად. გააცნობიერე შენი სხეულის ფორმა, თავის წვერიდან ფეხის თითებამდე, სხეულის ყველა წერტილს გადაავლე თვალი, იგრძენი სხეულის სიმყარე, წონასწორობა, ენერგია და რაც მთავარია, განწყობა შეიქმნი პრაქტიკისთვის. მზად რომ იქნები, შეგიძლია ხელები ნელ-ნელა მუხლებზე დაუშვა, თვალები გაახილო და დავიწყოთ. ვიწყებთ მხრების მსუბუქი გახურებით. ჩასუნთქვაზე წამოიღე მხრები, გულმკერდიდან, ამოიტანე ყურებთან, ამოსუნთქვასთან ერთად გახსენი. შენთვის თუ უფრო მოსახერხებელია, ხელები შეგიძლია მხრებს მოკიდო და ისე დაამუშაო. რამდენიმე წრე გააკეთე ერთი მიმართულებით, შემდეგ შეუცვალე მიმართულება, ჩაისუნთქე უკან და ამოსუნთქვასთან ერთად მხრები წამოიღე გულმკერდისკენ. დააწყვე ხელები მუხლებზე, ჩასუნთქვაზე გახსენი გულმკერდი, მხრები გადაიტანე უკან, მზეერაზევით, ამოსუნთქვასთან ერთად მოამრგვალე ხერხემალი თითქოს უკან კედელსკენ და მიწუდე და ნიკაპი შეიტანე მკერდის წვნისკენ. მოძრაობა შეგიძლია გააგრძელო. შენს რითმში გამოაღვიძო სხეული, იმოძრავე ნელა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ჩაისუნთქე და შეაერთე ხელები ზევით. ხელის გულები აატრიალე ჭერისკენ, იდაყვები გამართე ბოლომდე და ძალიან მსუბუქად გადაიხარე უკან. წელი არ დატვირთო, უფრო მეტად გახსენი გულმკერდი. გაიმართე და მარჯვენა იდაყვი წამოიღე ნეკნებთან, ჩაისუნთქე შუაში, ამოსუნთქვა გააკეთე მეორე მხარეს. ერთხელაც გააკეთე ორივე მხარეს, ხელები ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავიტანოთ. მარჯვენა ხელი, მარცხენა მაჯას მოკიდე, გადაიხარე მარჯვნივ. ხო, ნეკნები გამოიტანე რკალის ფორმა შექმენი ხერხემლით, ჩასუნთქვა შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. მარჯვენა ხელი გვერდით დადგი, იდაყვი ოდნავ ჩახარე და მარცხენა ხელი გადაიტანე ღურს უკან. იდაყვი აქაც გამართულია ბოლომდე, შეგრძნება გაქვს რომ რაღაცას უნდა მიწუდე. ჩაისუნთქე შუაში და ამოსუნთქვა გააკეთე მეორე მხარეს. შეაერთე ხელები უკან, ერთმანეთს ჩაკიდე, იდაყვები გამართე, თავი დადე ზედაპირზე და ხელები წამოიღე სადამდეც თავისუფლად გამოკვება. ამოისუნთქე, დაბრუნდი ისევ საწყის პოზიციაში. მოადუნე კისერი და თავი დაატრიალე. 3 წრე გააკეთე ერთი მიმართულებით. შემდეგ შეუცვალე მიმართულება. მეორე მხარეს. გადახარე თავი მარჯვნივ და მარჯვენა ხელით მარცხენა ყური წამოიღე მხრისკენ. ზედმეტად არ დააძალო, არ დააწვე. მეორე მხარეს. ჩაკიდე ხელები ერთმანეთს, დაიდე უკან, კეფაზე, თავი ქვევით დახარე და გაამოძრავე. ზერა ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მხარეს მიგვაქვს. ისე გააკეთე, რომ მსუბუქად იგრძნობოდეს კისრის მალების დამუშავება. შემდეგ ჭერისკენ აიხედე, აქაც დაამატე მსუბუქი მოძრაობები, თავი ხან მარჯვენა, ხან მარცხენა მხარეს გაატრიალე. კარგია. გამოვთავისუფლე ხელები,
ჩაკიდე ერთმანეთს და გაახურე მაჯა. ორივე მხარეს. გამართე მარცხენა ხელი, მარჯვენა ხელი თითები მოიზიდე შენსკენ. შემოატრიალე ხელი პირიქით და მარჯვენა ხელსაც გააკეთე იგივე. მუხლები დააშორე ერთმანეთს, ტერფები დატოვა ერთად. ქუსლებში ჩაჯექი. დააგრძელე მარჯვენა ხელი ზედა მხრიდან, მარცხენა ხელი ქვედა მხრიდან და ხელები ჩაკიდე ერთმანეთს. თუ ვერ მიწვდება, შეგიძლია თოკი დაიჭირო ხოლმე ხელში, ან უბრალოდ მიმართულება მისცე. ჩასუნთქვა შუაში და ამოსუნთქვა მარცხენა ფეხიდან დაიწყე წრეზე მოძრაობა. დაბრუნდი ისევ შუაში, კიდევ ორჯერ გავაკეთოთ. საწყის პოზიციაში დაბრუნდი დაცარიელებული ფილტვებით. შუაში გააკეთე ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა წრეზე. ჩაისუნთქე და მიმართულება შეცვალე. მარჯვენა ფეხიდან წამოიღე. 1 ჩასუნთქვა შუაში. ამოსუნთქვა წრეზე. 2 ეცადე რომ შეინარჩუნო გამართული ხერხემალი. 3 შეცვალე ხელები. მარცხენა ხელი ზედა მხრიდან, მარჯვენა ხელი ქვევით და დაიწყე მარჯვენა ფეხიდან წრეზე მოძრაობა. შეიძლება სხეული ერთ მხარეს უფრო მეტად იყოს გახსნილი, მეორე მხარეს ნაკლებად, ხელები ერთ მხარეს უფრო მეტად მიაწუდინო ერთმანეთს, შეიძლება და ნუ გაგიკვირდება, ხო? თავარია იცოდე რომელი მხარე გაქვს უფრო ჩაკეტილი და უფრო მეტად დაამუშაო ხოლმე. მეორე მხარეს ვაკეთებთ უკვე მეორე წრეს. 1 დარჩა. 3. გამოათავისუფლე ხელები და ხელის თითებით წადი რაც შეიძლება შორს. მუცლით ჩავდივართ ზედაპირისკენ, სულ ბოლოს ჩაიტანე თავი და ყოველი ამოსუნთქვის შემდეგ წადე ხელის თითებით რაც შეიძლება შორს წახვიდე. დააგრძელე ხერხემალი, ზურგი, მხრები, კისერი. შემდეგ ჩასუნთქვაზე ხელის თითებით, ისე რომ ქვედა ტანი არ ჩართო, მოძრაობის პროცესში გადაიტანე მარჯვენა მხარეს და მზერა მიმართულია ქვევით. დააკვირდი როგორი გვერდითაც ნექი კეთდება ამ დროს ხერხემლისთვის. ზომიერ და სასიამოვნო შეგრძნებამდე მივდივართ. ხელის თითები რაც შეიძლება შორს და მარცხენა ფეხისკენ წამოდი ნელ-ნელა. ამოსუნთქვასთან ერთად ჩაიტანე თავი ქვევით. კარგია. დააბრუნე ხელები შუაში. ნელ-ნელა გაიმართე და შეერთე ორივე ფეხი. გადავდივართ 4-ზე, იგივე პატაცროხას ასანაში. მუხლი მოათავსე მენჯბარწახის ქვევით. ხელები მხრის დაბლა. წელი არ ჩასნიქო თავიდან, წელი ნეიტრალურია საწყის პოზიციაში. ჩასუნთქვის დროს მხრები დაუშვი, მზერაზევით დააგრძელე კისერი, ტერფები მოტუნებულია. ამოსუნთქვასთან ერთად მოამრგვალე ხერხემალი და თავი შეიტანე შიგნით. მოძრაობა შეგიძლია შენი პრაქტიკის დროს გააკეთო შენს რითმში. შეიძლება ყველა პრაქტიკაზე შეგრძნებები გეცვლებოდეს, ხან უფრო სწრაფი მოძრაობა იყოს სასიამოვნო, ხან უფრო ნელი. ყველა ჩემი მაგალითი აიღე როგორც ნიმუში და შენს ხელს მოარგე. თავარია ზედმეტი სიღრმე არ შექმნა ჩასუნთქვის დროს წელით და არც ძალიან გაწელა ზურგის კუნთი. მოატუნე კისერი და მუცელი დაატრიალე წრეზე, მსუბუქად. თითქოს წრეში ხარ და ცდილობ მუცლით მის ყველა წერტილს მიწვდე. 3 წრე გააკეთე ერთ მხარეს და შემდეგ შეუცვალე მიმართულება. დამასაჟი ასევე მუცლის ღრუ და მუცლის ღრუს დამასაჟების ხარჯზე დაეხმარე მომნელებელ სისტემას გამართულად მუშაობაში. შემდეგ ხელები გადაიტანე მატიდან ოდნავ დაშორებით, კისერი მოადუნე და წრეზე დაატრიალე მხრები. ვამუშავებთ მხრის სახსარს. დააკვირდი რომ მოძრაობის დროს ხერხემალს არ კონდეს რაიმე ზედმეტი შეგრძნება. მეორე მხარეს მიმართულება შეუცვალე, სუნთქვა არის თავისუფალი და ძალიან მშვიდი. კარგია, დააწვინე მარჯვენა მხარი, გამოიხედე მარცხნივ, მხარი ჩაიტანე ბოლომდე, დადე თავი
ჩასუნთქვა გააკეთე შუაში, ამოსუნთქვა გააკეთე მეორე მხარეს. დააბრუნე ხელები ისე უკან, საწყის პოზიციაში. მარჯვენა ხელი ცენტრში დადგი, მარცხენა ხელს გააყოლე მზეირაზევით. ამოსუნთქვასთან ერთად ხელფეხს შორის შეაცურე და დე მხარი, თავი. მარჯვენა ხელი შეგიძლია დაიტოვო საყრდენად, ან ზევით გაჭიმო, ან უკან შემოატარო მარცხენა ბარძახს. ამოატრიალე გულმკერდი და მზერა იყურება ზევით. დააყენდი დაახლოებით 3-5 სუნთქვა. გამართე ხელი და გადაიტანე ყურს უკან. ხელის თითებით წადი რაც შეიძლება შორს. და დააყენდი აქაც დაახლოებით 3-5 სუნთქვა. დააბრუნე მარჯვენა ხელი, დაეყრდენი, გამოათავისუფლე მარცხენა და შეცვალე მხარე. მარჯვენა ხელი ზევით, ამოსუნთქვა, დადე მხარი, თავი, მარცხენა ხელს ან ზევით გააყოლე მზერა, ან უკან მოკიდე ხელი მარჯვენა ბარძახს. კარგად ამოატრიალე გულმკერდი და მზერა იყურება ზევით. გამართე ხელი და გადმოიტანე ყურს უკან. ხელის თითები წაიღე რაც შეიძლება შორს. დააბრუნე ხელი, დაუბრუნდებით საწყის პოზიციაში. გამართე მარცხენა ფეხი უკან, მარჯვენა ხელი წინ, წონას თანაბრად ვანაწილებთ დადებულ ხელფეხზე. ჩასუნთქვის დროს მოამრგვალე ხერხემალი, შეერთე იტაყვი და მუხლი, ამოსუნთქვასთან ერთად გახსენი. გავაკეთოთ 5 ჯერ. მზერა იყურება ქვევით, წელი ნეიტრალურ ერთ ხაზზე. ამოსუნთქვის დროს ხო იცოდე რომ წელი არ ჩასნიქო და ხელფეხი არ აიტანო ზედმეტად ზევით. მოხარე მარცხენა ფეხი, მარჯვენა ხელი მოკიდე ტერფს, რომელი მხრიდანაც გინდა და ტერფი ძალიან სუბუქად აიტანე უკან და ზევით. დააბრუნე, შეცვალე, მარჯვენა ფეხი უკან, მარცხენა ხელი წინ, ჩასუნთქვა, მოამრგვალე ხერხემალი, ამოსუნთქვა, დაბრუნდები საწყის პოზიციაში. ეცადე მუდმივად გქონდეს სხეულის დაგრძელების შეგრძნება, თითქოს ხელით წინ უნდა მიწვდე რამეს, ფეხით უკან. ერთიც. მოხარე ფეხი, მარცხენა ხელი ტერფს მოკიდე, ერფი ამოიტანე უკან და ზევით. ბალანსისთვის გააჩერე მზერა ერთ წერტილზე. დააბრუნე, წამოდექი მუხლზე. შედარებით მარტივ ვარიაციაში ფეხის თითები ჩაასე, მარჯვენა ხელი წამოიღე, მოკიდე უკან ქუსლს და მარცხენა ხელი გადაიტანე ყურს უკან. თუ უფრო გახსნილია წელი, იგივეს გააკეთებ დაწვენილ ტერფზე. როგორი გახსნილი სხეულიც არ უნდა გქონდეს, ეცადე დიდი ხანი არ გაჩერდე ხოლმე უკან ზნეგში. ხელი მოხსენი მარჯვნიდან, მოკიდე მარცხენა ქუსლს და ამოდი მეორე მხარეს. წელი და მენჯები მაქსიმალურად წინ არის მიმართული, თავი უკან. ხელი მოხსენი მარცხნიდან, ორივე ხელი მოკიდე ორივე ქუსლს, წელი გაიტანე წინ და თავი გადაუშვი უკან. 3-4 სუნთქვა სრულიად საკმარისია. რომელი მხრიდანაც გინდა, ერთი ხელი მოხსენი, შეერთე მუხლი და ტერფი და მუცელი გადაადე ბარძახს, წელს ვასვენებთ თავი ქვევით. 3 სუნთქვა გაჩერდი. კარგი. აქვე გაიმართე, მარჯვენა ხელი წამოიღე მუხლიდან, დადგი უკან, სადაც დაიდება და ისე რომ მუხლი და საჯდომი არ მოაშორო ზედაპირს, ზედატანი შემოატრიალე უკან. თუ მეორე ხელითაც მიწუდები ზედაპირს, უკვე თავის ჩატანა შეგიძლია ცადო, თუ ძალიან ზედმეტია, უბრალოდ მიმართულება მიიცი. ჩაისუნთქე შუაში, ამოსუნთქვა მეორე მხარეს. ეს ვარიაციაც და ეს ვარიაციაც აკეთებს ერთი და იგივე საქმეს. არ ეცადო რაც შეიძლება
ღრმა გაწევის გაკეთება. თავარია რომ შენი სხეულისთვის იყოს შეგრძნებები ზომიერი. ის. გადავედით უცელზე. ხელები დადგი წინ, მხრის სიგანეზე, ფეხებიც უკან მხრის სიგანეზე, ერთი კარგად ამოისუნთქე და ჩასუნთქვა. 4-ვე კიდური ამოდის ზევით, ხო, გადავედით წელის კუნთებზე. თანდათან იგრძნობ, ნელ-ნელა წელის კუნთები გაგითბება. თუ შეძლებთ ნახე ბარძაყებიც მოაშორე ზედაპირს. თუ არა ბარძაყი დაუშვი, მთავარია მუხლი არ მოხარო. ზერა ქვევით. ჩადი და ისვენე. კიდევ ერთხელ. დაახლოებით 5 სუნთქვა გავჩერდეთ. შეკუმშულია საჯდომის კუნთი, მუხლი გამართულია ბოლომდე. შემდეგი ჩასუნთქვა. იდაყვები მოიზიდე ნეკნებისკენ. გახსენი გულმკერდი, გულის ცენტრი, ზეირა წინ. ისუნთქე. მაქსიმალურად, სტატიკურად დაყვანდი. ყურადღება, გონება ჩაიტანე წელთან და ხელები უკან. თუ გინდა ხელები ერთმანეთს დააშორე, შეგიძლია ჩაკიდო ერთმანეთს, ან ესე კალიმუდრაზე შეკრა ხელები და ისე დაამუშავო. სუნთქავთ. კარგია, მუხარე ფეხები, ხელები მოკიდეთ კოჭებს და ტერფი ერთდროულად ამოდის უკან და ზევით, ხო, მშვილდის პოზა. შეგიძლია იმოძრავო, იქანაო, წინ, უკან. შეგიძლია ტერფები მერე პირიქით გადახარო და მოადუნო კისერი. როგორც სხეულისთვის იქნება შეგრძნება ზომიერი. ისე. ამოისუნთქე და ჩავედით. ჩაასე ხელის თითები მატიდან ოდნავ დაშორებით და ჩასუნთქვაზე ისე რომ მენჯები არ მოაშორო ზედაპირს და აგრძელე კისერი მხრების დახმარებით ამოვდივართ. ამოსუნთქვა. ჩადი ისევ. ჩაისუნთქე და აგრძელე კისერი. ამოსუნთქვა. ჩავდივართ. იდაყვები გამართე იქამდე, სადამდეც წელი გაგიშვებს, ხო? და ეცადე რომ ფეხები არ მოაშორო ზედაპირს. ესე ნახე ტალღასავით. ამოძრავე ხერხემალი. შეგიძლია მხრები ჩაატრიალო ხოლმე, მონაცვლეობით. თავარია აქაც დააკვირდე რომ ხერხემალს არ აქვს რაიმე დისკომფორტის შეგრძნება. მეორე მხარეს და ერთხელაც გავაკეთოთ. ეს. ჩავედით. ხელები გადმოიტანე წინ, სფინქსის პოზაში. ხელის თითებით მატი მოიზიდე შენთან, რაც შეიძლება ახლოს. შეგრძნება გაქვს, რომ თავის წვერი ჭერს გინდა მიადო. ჩაისუნთქე და ნელ-ნელა გაატრიალე მზერა მარჯვენა ქუსლისკენ. თუ შეძლებ ქუსლის დანახვას შეხედე, თუ არა მიმართულება მიეცი. ჩაისუნთქე შუაში, უკან და ამოსუნთქვა. დააბრუნე ისევ თავი საწყის პოზიციაში. მეორე მხარეს მარცხენა ქუსლი. ჩაისუნთქე. ამოსუნთქვა. დააბრუნე ისევ თავი საწყის პოზიციაში. ხელები გადაიტანე ხრის გასწვრივ. ხელის გულები იყვება ქვევით. დადე ნიკაპი, მოხარე მარჯვენა ფეხი და გადმოიტანე მეორე ფეხის გარეთ. თავი და მარჯვენა მხარი არ მოაშორო ზედაპირს. შეგიძლია უკან ხელფეხიც ჩაკიდო ხოლმე ერთმანეთს. სუბუქი ტვისტი. დააბრუნე, შეცვალე. მარცხენა ფეხი მოხარე, გადმოიტანე და მარცხენა მხარი არ მოაშორო ზედაპირს. და შეგიძლია უკან ხელფეხიც ჩაკიდო ერთმანეთს. დააბრუნე, დადგი ხელები, მუხლი, ტერფი ერთად და ისევ ბავშვის პოზაში ვასვენებთ წელს. მზერა ჩაიტანე ქვევით. თუ ბოლომდე დაჯდომა გიჭირს ხოლმე,
ტერფებისთვის ან შეიძლება მუხლებისთვის იყოს ზედმეტი. ბლოკი ახლოს თუ გაქვს, შეგიძლია ბლოკი ამოიტანო ფეხებთან და ბლოკზე მოთავსდე. თუ არ დაგჭირდება, ბლოკის გარეშეც შეგვიძლია გავაკეთოთ იგივე. კარგი, გაიმართე, გამოთავისუფლე ფეხები და დაჯექი გამართული ხერხემლით. ფეხის თითები იყურება შენსკენ, მოხარე მარჯვენა ფეხი, გადმოიტანე მარცხენა ფეხის გარეთ, მარცხენა ხელი შემოხვიე მარჯვენა ფეხს, მეორე ხელი უკან დადგი, ისე რომ ზედმეტად არ მიეყრდნო, უბრალოდ დაიხმარე ხერხემლის გამართვაში და გამართული დაგრძელებული კისერი გაატრიალე უკან. თუ შენს ხერხემლს დაჭირდება უფრო ინტენსიური ვარიაცია, შეგიძლია იტაყვე გადაიტანო მუხლის გარეთ ან შეკრა ხელები უკან. რამდენიმე ვარიაცია სირთულის მიხედვით და დარჩები შენთვის სასურველში. დააბრუნე ფეხი, ტერფი გვერდით მოადე ბარძახს, ჩაისუნთქე დააგრძელე ხერხემალი და ამოსუნთქვასთან ერთად გადაიხარე წინ. სადაც თავისუფლად მიწვდები ფეხს, იქვე დადგი ხელი და სულ ბოლოს ჩაიტანე თავი ქვევით. თუ თავისუფლად ჩადიხარ, ეცადე თავი უფრო მეტად მატისკენ წაიღო, ვიდრე ზუსტად ფეხთან და შეგიძლია ერთი ხელი მოკიდო მეორე მაჯას. გაიმართე, შემოატრიალე ფეხი, დაუშვი. მოხარე მარცხენა ფეხი, გადმოიტანე მარჯვენა ფეხის გარეთ, მარჯვენა ხელი გარედან, მეორე ხელი უკან, კისერი დააგრძელე, ხერხემალი დაგრიხე, მარჯვენა ხელი შეგიძლია გადაიტანო მუხლის გარეთ და სუბუქად მიაწვე ან შეკრა ხელები უკან. კარგია. დააბრუნე ფეხი, როგორც შეხვალ ხოლმე ასანაში, ისე ნაბიჯ გამოხვალ უკან. ჩასუნთქვა ორივე ხელისევით, ამოსუნთქვა გამართული ფეხისკენ და სულ ბოლოს ჩაიტანე თავი. გაიმართე, შემოატრიალე მარცხენა ფეხი და დაუშვი. ორივე ფეხი შეაერთე, ჩასუნთქვა ხელებისევით, ამოსუნთქვა გამართული ფეხებისკენ ჩავდივართ და სულ ბოლოს ჩადის თავი. თუ იგრძნობ, რომ მუხლის აღსარში გეხრება, შეგიძლია რომ მოხარო. ოღონდ მუცელი მიადე ბარძახს, ხელები ტერფს და პატარა ნაბიჯებით გაიტანე ტერფები იქამდე, სადამდეც მუცელი კიდევს ბარძაყებზე და სულ ბოლოს ჩაიტანე თავი. სწორად დაამუშაო მუხლი, როდესაც ბოლომდე გაიმართება, სივრცე აღარ დაგრჩება ზედატანს და ფეხებს შორის. მოხარე ორივე ფეხი, მხრის სიგანეზე დადგი და გადავედით ზურგზე. ხელები კოჭებთან ახლოს, მეტი სტაბილურობისთვის, ქუსლებს კარგად დაეყრდენი, შეკუმშე საჯდომის კუნთი და ნელ-ნელა ამოიტანე წელისევით. მხრები, ბეჭები ერთმანეთთან ახლოს. გავჩერდებით 5-7 სუნთქვა. შეგიძლია კიდევ უფრო დიდხანს გაჩერდე ხოლმე თუ დაგჭირდება. ჩამოდი უმრგვალებული ხერხემლით, გააკეთე ისე, რომ ბოლოს დადო წელი. კიდევ ერთხელ აიწიე ფეხის წვერზე, ერთი ფეხის აყრდენად, მეორე ფეხი მოხარე და გამართე. გაჭიმე. წელი აიტანე ზევით. რამდენი სუნთქვაც თავისუფლად შეძლებ გაჩერებას. შენ თვითონ იგრძნობ, როდესაც საკმარისი იქნება შეცვლი ფეხს. ხო? მეორე ფეხი მოხარე, გამართე. კარგი. მოხარე. სანამ დაუშვებ, ცადე ხელები წელს შეუყუდო საყრდენად. იდაყვები შეიტანე ერთმანეთთან ახლოს და ტერფები გამართე. წელი კიდევ უფრო ზევით ამოვა და ცოტა უფრო ინტენსიურად დაამუშავებს. შემდეგ მოხარე ორივე ფეხი და ვცადოთ გადავაბათ სანთელი. ერთი ფეხი ზევით, მეორე ფეხი და ნელ-ნელა გამართე ორივე ფეხი.
ხელები წელთან. რაც უფრო გაიმართები, ნახე, ხელები უფრო ზევით მოდის ნეკნებისკენ. თავი ზედმეტად არ ამოძრაო და დააკვირდი, რომ წონა ბოლომდე გეჭიროს მხრებზე და არ გადადიოდეს კისერზე. ცადე, ერთი ფეხი ჩამოიტანე შუბლთან, მოხრილი, მეორე დატოვე. აქ ბევრი ვარიაცია აქვს სანთელს, შეგიძლია შენთვის სასურველი რომელიმე ცადო ხოლმე. შეგიძლია უბრალოდ ორივე ფეხი გამართო და ისე დაყოლდე. ორივე მუხლი ჩამოიტანე შუბლთან და ძალიან ფრთხილად ცადე ტერფები გადავიდეს თავის უკან. თუ შეეხება ზედაპირზე, მოსინჯე ჯერ ჩაასე ფეხის თითები, თუ წელის კისრის არეში არ არის დისკომფორტი, დააწვიდე ტერფები. შეგიძლია ხელებიც მოხსნა. თუ კიდევ უფრო გაართულებ, მუხლები ოდნავ დააშორე ერთმანეთს და ჩაიტანე ყურებთან. ნელ-ნელა მომრგვალებული ხერხებლით გადმოდი, გაჭიმე ფეხის თითები წინ, ხელები წელთან, საჯდომთან, იდაყვებს დაეყრდენი და გადაიტანე თავი უკან. ისეთ მანძილზე დადგი იდაყვები, რომ თავი ზედაპირს წვდებოდეს. ეს არის თევზის ასანა, რომელიც ყოველთვის კეთდება სანთლის შემდეგ. ასევე არის ყელის ჩაკრის ასანა. სულ რამდენიმე სუნთქვა, გამოათავისუფლე სხეული, მოხარე ორივე ფეხი და ჩაეხუტე მუხლებს. ცოტა იმოძრავე, ზურგი დაამასაჟე. მოხარე ორივე ფეხი, ხელები მოკიდე ტერფებს, ტერფები დააშორე ერთმანეთს და ნელ-ნელა ჩახარე მუხლები. ჩამოქაჩე მატისკენ, თითქოს ზედაპირზე გინდა დადო. ყურადღების ნაწილი დაიტოვე წელთან, წელი არ მოაშორო ზედაპირს. ცადე გამართო ერთი ფეხი მუხლში, მოხარო მეორე, ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს. და შემდეგ ორივე ფეხი გამართე ერთად. შეერთე ფეხის გულები, დადგი, ხელები მოადუნე, პეპელას ასანა, წოლიარე ვარიაცია, მსუბუქად დაფერთხე ფეხები, შეგიძლია გადაიტანო ხოლმე წონა აქეთ-იქით. თანდათან დაამშვიდე სუნთქვა, ალაგე ორივე ფეხი და ბოლოს გამართე მარცხენა ფეხი, მარჯვენა გადაადე ზევიდან, მარცხენა ხელის დახმარებით გადმოიტანე ფეხი მარცხნივ, მარჯვენა ხელი გაშალე მხრის გასწვრივ და გაშლილ ხელს გააყოლე მზერა. მუხლი გადადის იქამდე, სადამდეც მარჯვენა მხარი მყარა და თავისუფლად გიდევს ზედაპირზე. თუ მუხლი ბოლომდე წვდება ზედაპირს და შენი სხეული არის უფრო მოქნილი, მუხლის ნაცვლად შეგიძლია გამართულ ფეხზე ტერფს მოკიდო ხელი მარჯვენა ფეხს და უკან ხელფეხი ჩაკიდო ერთმანეთს. ხო? შედარებით უფრო რთულ ვარიაციაში. თუ არა დაყოლდები წინაში. დააბრუნე ნელ-ნელა ხელფეხი, მარჯვენა ფეხი უკან, მოხარე დაუშვი და შეცვალე. მარცხენა ფეხი ზევიდან, მარჯვენა ხელი გარედან მოკიდე, უხს, გადმოიტანე ფეხი მარჯვნივ, მარცხენა ხელი გაშალე და გაშლილ ხელს გააყოლე მზერა. ზომიერ შეგრძნებამდე, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სტატიკურ ასანებში. ყოველთვის ეცადე ხოლმე, რომ კუნთები მაქსიმალურად მოადუნო და ყველა ტვისტის დროს, საითაც ფეხს წამოიღებ, საპირისპირო მხარეს წამოიღო თავი. როდესაც დაასრულებ, შეგიძლია რამდენიმე სუნთქვა, ზურგზე დაწვე და დაისვენო, ხელის გულები ამოატრიალო ჭერისკენ, თუ დაგჭირდება და სასიამოვნო იქნება თვალებიც დახუჭო, დაყოვნდე და როდესაც მზად იქნები, ნელ-ნელა შეგიძლია უკვე წამოჭდე და დაასრულო პრაქტიკა. იმედია ის სიამოვნო პრაქტიკით, თუ მოგეწონა ეს ვიდეო დალაიქე, გამოიწერე ჩემი არხი, ასევე ჩემი სხვა სოციალური ქსელები, რომლის ლინკი ვიდეოს აღწერაშია. მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.